რეალიტი შოუების გამოცდილება დასავლურის გარდა რუსულ ტელეარხებსაც საკმაოდ დაუგროვდათ. თუმ დვას სასციკლო მან თუნდაც გოლადის დაწყების შემდეგ სამივე რეალიტი შოუმ არამხოლოდ მაყურებლის ინტერესი გამოიწვია, არამედ ტელეარხების რეიტინგიც აშკარად გაზარდა. სერიალის ჟანრის შოუები, რომლებიც რეალური გმირებით არის დაკომპლექტებული, უმეტესად საპნის ოპერების მოყვარულ მაყურებელზეა გათვლილი. თუმცა ეს გათვლა ნამდვილად არ გამორიცხავს ინტერესის გამოწვევას იმ კატეგორიის მაყურებელშიც კი, რომელიც ასეთ სანახაობებს ხშირად არც კი სწყალობს. ასეა თუ ისე თვალთვალის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული შოუები ყოველთვის პოპულარულია. ყველაზე საქმიან და დაკავებულ მაყურებელშიც კი. მოკლედ მსგავს სანახაობას თვალყურს ყველა ადევნებს. ადამიანების ცხოვრება, რომელიც მუდმივი თვალთვალის ქვეშ მიმდინარეობს, რომელშიც ისინი თავისუფლები არიან. შეუძლიათ აკეთონ ყველაფერი, რაც სურთ, ჩვეულებრივი ქცევიდან არაორდინალურ ქმედებამდე. ეს ის ვიზუალური საკვებია, რომელიც ყველას მოსწონს. პირველი მსგავსი შოუების შემდეგ რუსულ არხებზე სხვადასხვა სახელწოდების, თუმცა ერთი და იმავე პრინციპისა და სტრუქტურის სანახაობები გაჩნდა, რომლებიც ხშირად განუსაზღვრელი ვადით გრძელდება. ამავე შოუების მონაწილეები ყოველთვის არიან დარწმუნებული იმაში, რომ ყველაფერს, რასაც ისინი გააკეთებენ, მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. და საინტერესო იქნება ის ჯილდოც, რომელსაც ისინი ამავე შოუებში მონაწილეობის შედეგად მიიღებენ. მოკლედ, გაბედულები მრავლად არიან თავისუფალი და არარეგლამენტირებული ქცევებითა და არაორდინალური ქმედებებით. ასეთი შოუების პრაქტიკა არაერთ უცხოურ არხს აქვს. ამიერიდან კი ნამდვილი რეალიტი შოუს ჟანრი საქართველოშიც დამკვიდრდება. მაესტროს ეთერში დღეს ორთვიანი რეალური შოუ ამტანი დაიწყო, რომელიც ზუსტად იმავე პრინციპებზე იქნება დამყარებული, რაზეც მისი დასავლური ანალოგები. 2 თვის განმავლობაში მაყურებელი ამტანის გმირების ამტან უნარიანობასაც შეამოწმებს და მათ დახურულ სივრცეში თანაცხოვრების დეტალებსაც დეტალურად გაეცნობა. ეს ყველაფერი კი აი აქ მოხდება. ფაქტია, რომ პროექტ ამტანის გამარჯვებულისთვის დაწესებულმა თანხამ $5,000 და ორკაციანმა საგზურმა ყველაზე მეტად იმუშავა მსგავსი თამაშების გამოცდილების არ მქონე, თუმცა ამავე თამაშების მიმართ დაინტერესებულ ახალგაზრდებზე. ამიტომაც მსურველების რაოდენობა ცოტა მოულოდნელიც კი აღმოჩნდა. მათგან კი მხოლოდ 13-ს გაუმართლა, რომლებიც თამაშისთვის სპეციალური კასტინგის შედეგად შეირჩნენ. თამაშის წინ 13-ვე ფსიქოლოგთან გასაუბრებაც გაიარა. მათგან მაყურებლისგან გამოგზავნილი ყველაზე მეტი SMS-ის შედეგად 6 მონაწილე, 3 გოგო და 3 ბიჭი ამ სახლში დღეს დილით შევიდა. 2 თვის განმავლობაში დანარჩენი 7 მონაწილე ამავე სახლში რიგრიგობით შევა. მას შემდეგ რაც თამაშს ყოველკვირეულად თითო მონაწილე დატოვებს. ამტანის სახლში იმყოფება ვიდრე ეს მოხდება ერთი კვირის განმავლობაში მაყურებელს შემდეგი ამტანების ცხოვრების თვალყურის დევნება მოუწევს. ქართული რეალური შოუ ამტანის მონაწილე პირველი 6-ეული, რომლებაც მაყურებლებისგან ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს, ასე გამოიყურება. სანდრო ჟღენტი 22 წლის. ნატა გულიაშვილი 22 წლის. ლაშა ჩხარტიშვილი 24 წლის. მიეცით ხმა თქვენს ფავორიტს. დარეკეთ ან გაგზავნეთ SMS-ი მის სპეციალურ ნომერზე. თქვენი ხმა იცავს მონაწილეს პროექტის დატოვებისგან. იაქტიურეთ. ლაშა ჩხარტიშვილი, ქალაქი ბათუმი. აქვე დაამთავრა სკოლა. იყო სკოლის გაზეთის რედაქტორი, მხიარულთა და საზრიანთა გუნდის კაპიტანი, მხატვრული საღამოებისა და სპექტაკლების მთავარი გმირი, იუმორისტული კონკურსების ლაურეატი. დაიწყო ფილოლოგობით, გააგრძელა თეატრმცოდნეობით და საკუთარი ძალები ბოლოს ჟურნალისტიკაშიც მოსინჯა. დასახელებულია საუკეთესო ახალგაზრდა თეატრმცოდნედ. აქვს დაწერილი 2 წიგნი, გამოქვეყნებული 340-მდე სტატია. მოპოვებული აქვს 35 სიგელი და სერტიფიკატი. ამჟამად ემზადება სადიპლომო ნამუშევრის დასაცავად. განწყობა მაქვს ძალიან ამაღლებული, თუმცა არ მეგონა, რომ ესე კარგი განწყობით შევიდოდი იმ სახლში. მეშინია როგორ წარიმართება მოვლენები და როგორ იქნება ყველაფერი ეს, ანუ ჩვენს ღირსებას თუ შევინარჩუნებთ, ესაა ყველაზე მთავარი. დიპლომის დაცვა მიწევს 10 ივნისიდან 15 ივნისამდე, კონკრეტული თარიღი ჯერ არაა ცნობილი. თუ პროექტში დავრჩი იქამდე, მაშინ პირდაპირ ეთერში მომიწევს ამ სახელმწიფო გამოცდის ჩაბარება. მე ძალიან მინდა ავიტანო 2 თვე და მინდა გავიმარჯვო. თქო გამოხატოთ სიმპათია ჩემს მიმართ.
სანდრო ჟღენტი სწავლობს თეატრალურ უნივერსიტეტში მესამე კურსზე კლიპების რეჟისურის ფაკულტეტზე. გატაცებულია ექსტრემალური სპორტით, უფრო კონკრეტულად მოტოსპორტით. ყავს მთის მოტოციკლეტი, რომლითაც გადაადგილდება კიდეც. უყვარს კალათბურთი, ყავს რუსულენოვანი როკ ჯგუფი, უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტებზე, არის ძალიან მხიარული და აუტანლად ენერგიული. განწყობა მაქვს ძალიან მაგარი, უბრალოდ ცოტა მეძინება, იმიტომ რომ წელი ღამე ფიქრობდი რა მელოდებოდა დილას და ცოტა მეძინება. მაგრამ მხიარულად ვარ და ჯანზე რასთავარია. არასოდეს არ მიფიქრე რომ საქართველოს შეიძლებოდა ესეთ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. კი არა, საერთოდ რომ ვინმეს მოეფიქრებინა რომ ესეთ რამე გაეკეთებინა. თუმცა თქვენი სიმპათია დავიმსახურე, მიგულშემატკივრეთ და გვიძებით რომ ძალიან მხიარულად და ენერგიულად გავატარებთ ამ დროს. თია ხამაშურიძე დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის თარჯიმა რეფერენტის ფაკულტეტი. სწავლა გასულ წელს დაასრულა. ამჟამად დროებით უმუშევარია. უყვარს ექსპერიმენტები, სურს საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს დაუმტკიცოს, რომ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება. აქვს მტკიცე ხასიათი და მიზნისთვის ბრძოლის უნარი. თავარი თამაშია, კი, მართალია, მაგრამ თავარი არის მაინც იყო ბუნებრივი. უბრალოდ ვიყოთ ისეთი ადამიანები, როგორებიც ვართ ცხოვრებაში და ეს იქნება ყველაზე საინტერესო. იმედია თქვენ სიმპათიას დავიმსახურებ, რადგან ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, გავალ თუ არა ფინალში. ნიკა ნიკოლაძე დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი. აქვს ასევე ქორეოგრაფიული განათლება და ნიჭი. დამთავრებული აქვს თეატრალური სტუდიაც. უყვარს მხატვრული ლიტერატურა და პოეზია. თავისუფალ დროს ძირითადად თავის 2 წლის შვილთან ერთად ატარებს. გუშინ ნერვიულობდი, დღეს აღარ ნერვიულობ და მინდა რომ მოვიგო ძალიან და რა ვიცი, იმედი მაქვს რომ მოვიგო. პირდებით კარგ შოუს და გამოხატეთ ჩემს მიმართ სიმპათია. ნატა გულიაშვილი დაამთავრა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. გადაღებულია მთავარ როლში ჩეჩნურ ფილმში თავისუფლება. სექტემბერში კი მიწვეულია კიდევ ერთ ფილმში მონაწილეობის მისაღებად. ასევე გადაღებულია 2 სამამულო კლიპში თემურ თათარაშვილის მესანამ შენამდე მოვედი და გოგიტა გოგიძის ღამე მე და შენ. ყველაზე კარგად თავს გადასაღებ მოედანზე და კამერის წინ გრძნობს. არის უზომო დაზარტული, ჰოროსკოპით ლომს და წარმოშობით კახელს ჯიუტი ხასიათი აქვს. ჯერ თავი მგონია სიზმარში. აი რაღაც კარგ სიზმარში რო ხარ და გამოღვიძება რო არ გინდა. აი ეგრევ გრძნობ, რაღაც ოდნავ პატარა ღელვა მაქვს, მაგრამ ისეთი სასიამოვნო ღელვა მაქვს და რაღაცა შინაგანად რაღაცა ძალიან მეხარია, ოღონდ არ ვიცი რა, რაღაც ბედნიერად გრძნობ თავს. რა შეიძლება გამიჭირდეს? ჩემი ახლობლების ნახვა ალბათ. ყველას ძალიან მეგობრების და ქალების და რა ვიცი, ყველა ახლობლების. მე ყველანაირად ვეცდები რომ გავიდე ფინალში, მაგრამ მე თქვენი მხარდაჭერა მჭირდება. მაია მიქაბერიძე, პროფესიით ჟურნალისტი. სამუშაო პრაქტიკა პირველ არხზე საინფორმაციო პროგრამა მუამბეში გაიარა. მუშაობდა საბავშვო ბაღში, სადაც ბავშვებს მეტყველების სავარჯიშოებს ასწავლიდა. ასევე მუშაობდა მაღაზია ბამბინოში კონსულტანტად. უყვარს ფოტოგრაფია. ეხლა 47 კილო, მე მგონია ზუსტად არ ვიცი, მაგრამ იმედია რომ უფრო გავხდები. ამიტანეთ ისეთი როგორიც ვარ და შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი ზარები გამომიშვათ. პროექტის წესების მიხედვით ამ სახლში მათ მხოლოდ ტანსაცმელი და თეთრეული შეიტანეს. აქვე მათ არც ავეჯი დახვდათ და არც ის პირობები, რომელშიც ცხოვრობდნენ. ყველაზე საინტერესო კი ის თანხაა, რომლითაც მოთამაშეებს ყოველდღიურად მოუწევთ არსებობა 10 ლარი, რომლითაც ყოველდღე სახლიდან მხოლოდ 1 მონაწილე გავა და საჭირო ნივთებსა და პროდუქტებს მოიტანს. ეს მონაწილე კი მოთამაშეებში კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება. მას პროექტის ზედამხედველთა ჯგუფი საყიდლებზე წაიყვანს და ისევ უკან დააბრუნებს სახლში. ამავე საყიდლებისთვის შერჩეულ მონაწილეს ნივთებისა თუ პროდუქტების შეძენისთვის მხოლოდ გარკვეული დრო ეძლევა. მოკლედ პირობები არც თუ მარტივია, თუმცა $5,000-ისთვის მათი ატანა ნამდვილად ღირს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა პროექტის დაწყებისთანავე მაყურებელს ეძლევა საშუალება ხმა მისცეს ამა თუ იმ მონაწილეს SMS-ის საშუალებით, რის შედეგადაც გამოვლინდება მაყურებელთა სიმპათია. მაყურებელთა რეიტინგის მიხედვით ლიდერის პოზიციაზე მყოფ პირველ 3 მონაწილეს ყოველდღე ეგზავნება გარკვეული საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებსაც თქვენ თავადვე იხილავთ. მაყურებლის სიმპათიის მფლობელ მონაწილეს ასევე აქვს იმუნიტეტი, რომლის გამოყენებასაც იგი შეძლებს სხვა მონაწილის წინააღმდეგ და ასევე საკუთარი თავის დასაცავად პროექტიდან გაგდებისგან. საქართველოში პირველი რეალური შოუ ამტანის წამყვანი პროდიუსერი მამუკა ღლონტია. ძალიან შემართული ვარ, ცოტათი ნერვიულობ, იმიტომ რომ ასე მგონია მაესტროს ცხოვრებაში რაღაც რადიკალური მომენტი დგება, იმიტომ რომ ესეთი
დონის პროექტი ჩვენ ჯერ არ განგვიხორციელებია. ვფიქრობთ, რომ კარგი უნდა გამოვიდეს, ვფიქრობ, რომ წაყვანა ჩემთვის არ უნდა იყოს რთული, ასე თუ ისე გამოცდილება მაქვს, პირდაპირ ეთერში ძალიან ხშირად მემუშავეა, რომ შეიძლებათ ერთად გადაწყვეტოთ სხვადასხვა საჭირო. კვირაში ერთხელ მონაწილეების სურვილის მიხედვით სახლში სტუმრად ცნობილი პიროვნება მივა. ამის გარდა ასევე კვირაში ერთხელ სახლში პროექტის გენერალური სპონსორის მაგთი GSM-ის წარმომადგენელი რჩევა, რომელიც ერთ-ერთ მონაწილეს აირჩევს და მას საშუალებას მისცემს მობილური ტელეფონით 5 წუთის განმავლობაში ისარგებლოს. ყოველი დღის ბოლოს მონაწილეები აუცილებლად გამოამჟღავნებენ საკუთარ შტაბ-ეშტილებებს კამერის წინ განცალკევებულ ოთახში. პირველივე კვირის ბოლოს შაბათ დღეს თამაშს დატოვებს პროექტის ერთი მონაწილე. მისი გაგდება კენჭისყრის შედეგად მოხდება. თამაშის წესების მიხედვით პირველივე კვირას ამტანის სახლს აუცილებლად ბიჭი დატოვებს, მომავალ კვირას გოგონა და ასე შემდეგ. თუ გასაგდები მოთამაშე მაყურებელთა სიმპათია, ანუ აქვს იმუნიტეტი, მაშინ მას თავადვე აქვს უფლება გადაწყვიტოს, ვინ დატოვებს თამაშს. თამაშიდან გაგდებული მონაწილე აუცილებლად ტოვებს ასევე ანდერც, თუ ვის დარჩება მისი ნივთები. თუმცა მასვე შეუძლია არავის დაუტოვოს და გასვლისას გაიტანოს ყველაფერი, რაც პროექტის მსვლელობისას დამსახურებულად მოიპოვა. გაგდებული მონაწილის ჩანაცვლება მოხდება კვირადღეს. თუ პროექტი დატოვა გოგონამ, მაშინ მას ასევე გოგონა შეცვლის. შესაბამისად, გაგდებული ბიჭის ნაცვლად თამაში ისევ ბიჭი შევა. მოკლედ დღეიდან 2 თვის განმავლობაში თქვენ პირველი სამამულო ყველაზე აუტანელი რეალური შოუ ამტანის თვალყურის დევნება მოგიწევთ. ვინ გახდება ამტანის სახლის მორიგი ბინადარი? თავად აირჩიეს შოუს ახალი წევრი. დარეკე ან გაგზავნე SMS-ი მის სპეციალურ ნომერზე.